განვაგრძობთ თხრობას წმინდა განმანათლებლებზე. როდესაც ქრისტიანობა როგორც თავშობილ აღიარებულ რელიგიად გამოცხადდა რომის იმპერიის შემდგომ უკვე თვითონ შიგნით ეკლესიაში იწყება განხეთქილებები, არასწორი გაგება ქრისტიანობისა და სწორედ ერთ-ერთი ასეთი მწვალებლობა, რომელიც არის არიოზი და მისი მიმდევრობა, რადგან სხვადასხვანაირი იყო, მრავალფეროვანი იყო მათი მიმდევრობა და მრავალფეროვნად ირღვეოდა სწავლება და მრავალ ადამიანს ჩამოაშორებდა ეკლესიას, სწორედ ამ პერიოდში საჭირო იყო რათა გაანალიზებულად ღრმა საღვთისმეტყველო ადგილების განმარტებითად გაადვილებულად გადმოცემა და ყველა ადამიანის გონებამდე და გუნამდე მიტანა. სწორედ ამ პერიოდში ჩნდებიან მამები, რომელსაც წოდებენ კაბადოკიელ მამებს, რომელიც არიან განათლებული საღვთისმეტყველო სფეროში, ასევე ფილოსოფიური ცოდნა აქვთ ძალიან ღრმა, გამოირჩევიან განსაკუთრებული ღრმა აზროვნებით და ამავდროულად მათ აქვთ უნარი ეს გასაგებად გადმოსცენ ყველა სხვა ადამიანისთვის. და ესენი როგორც ეკლესიის ისტორიაში შესული არიან ყველაზე უფრო სამ დიდ მამად. ეს სამი ბასილი ღვთისმეტყველო და იონი კრიპური გამორჩეული არის ეკლესიაში როგორც მამათა მამები, რომლებიც არიან უპირატესნი მამათა შორის. მათი ღვაწლით, მათი შრომით, მათი აზროვნებით და მათი ქადაგებით. და ასევე გრიგოლ მოსელიც, რომელიც ასევე ეწოდება მამათა მამად, ის ბასილი დიდის უმცროსი ძმა არის. ამიტომ ეს მამები არიან განსაზღვრენი მათ ამ პერიოდში მოახერხეს ქრისტიანობის სწორი სწავლების ისეთად დანახვა და გადმოცემა, რომელიც საფუძველი ქვაკუთხედი არის ზოგადად მისი დოგმატური სწავლების გადმოცემისა და ქრისტიანობის სრულყოფილად გააზრებისა. ამიტომ ეს მამები არიან უდიდესნი ღვთისწინაშე. ქადაგებებისას წმინდა იოანე წმინდა წერილიდან განუმარტავდა მრევლს ქრისტიანული ცხოვრების წესებს. ზოგჯერ მაგალითად მოჰყავდა იმდროინდელი საზოგადოებრივი ცხოვრების მოვლენები. იოანე ანტიოქიაში 12 წელი იყო დეკანოზი. 397 წელს გარდაიცვალა კონსტანტინოპოლელი მთავარეპისკოპოსი ნექტარიუსი და იმპერატორმა არკადიმ წმინდა იოანეს უხმო მის შემცვლელად. კონსტანტინოპოლში დიდი სიხარულით მიიღეს გამოჩენილი მქადაგებელი, მაგრამ იქ მას დახვდნენ მისადმი არაკეთილად განწყობილი ეპისკოპოსები, რომელთაც სურდათ სხვა მღვდელმთავრის დადგენა. ალექსანდრიელმა ეპისკოპოსმა თეოფილემ კარგად იცოდა, რომ წმინდა იოანეს ვერაფრით ვერ გამოიყენებდა თავისი მიზნების მისაღწევად, მაგრამ რომ დაინახა როგორი მოწადინებული იყო იმპერატორი იოანეს ეპისკოპოსად დადგენისთვის, 398 წლის 26 თებერვალს თავად დაასხა ხელი წმინდა იოანეს მთავარ ეპისკოპოსად, თუმცა იმ წუთიდანვე იქცა მის დაუძინებელ მტრად. კონსტანტინოპოლის სამღვდელობაში იონე ოქროპირმა ძნელად გამოძებდნენ ღირსეული მოღვაწეები, ამიტომ მისი მთავარი საზრუნავი გახდა გამოესწორებინა ისინი. საკუთარი ცხოვრებისეული მაგალითებითა და ქადაგებებით მოწყვლავდა მათ. სახლიდან მოიცილა ფუფუნების საგნები და მთელ შემოსავალს მოწყალებაში გასცემდა. წმინდა იოანეს სათნოებებმა ვერ მოალბეს მტრების გული. პირიქით, კიდევ უფრო გაუსასტიკეს და ისინიც ყოველდღიურად უმძიმებდნენ მას მდგომარეობას. მას განსაკუთრებით მტრობდა დედოფალი ევდოქსია, რომელიც ძალიან ვერცხლის მოყვარე და პატივმოყვარე ადამიანი იყო. თავისი ქონების გასამდიდრებლად არ იშურებდა არაფერს და სხვადასხვა ცილის წამებებით ართმევდა ადამიანებს საკუთრებას. იოანეს ხშირად უხდებოდა მისგან დევნილთა შუამდგომლობა. დედოფლის მტრობა კარგად გამოიყენეს იოანეს მტრებმა და ღიად და სულ უფრო აღიზიანებდნენ მას. ეუბნებოდნენ დედოფალს, რომ წმინდა იოანე თითქოს ქადაგებებში შეურაცხყოფდა მას. ამით განრისხებული დათანხმდა არიანელებს, სოფელ დუბში გაემართათ 403 წელს უკანონო კრება. 29 ბრალდება წაუყენეს იოანეს. ეს ბრალდებები ძალიან უბადრუკად და უაზროდ გამოიყურებოდნენ. ბრალდებებში იყო ასეთიც, რომ იგი მარტო ტრაპეზობდა და არ იწვევდა სხვებს თავის ტრაპეზზე. ყველაზე მეტად კი ისინი მას ადანაშაულებდნენ ქადაგებებში დედოფლის მიმართ წარმოთქმული თითქოს და შეურაცხმყოფელი სიტყვების გამო. თავად წმინდანი ამ კრებას უკანონოდ მიიჩნევდა და არ ესწრებოდა. მხოლოდ მისი 41 გული ეპისკოპოსი ეწინააღმდეგებოდა ამ ბრალდებებს.
მაგრამ იძელეს იოანეს მტრებმა და გადაწყვიტეს გადაეყენებინათ ეპისკოპოსი და განედევნათ, ხოლო უძლურმა მეფე არკადიმ დედოფალ ევდოქსიას ზეგავლენით ეს განაჩენი დაამოწმა. ხალხი ღელავდა, მხოლოდ იოანე იყო მშვიდად. შემონახულია მისი ქადაგება, რომელიც იმ დღეს იქადაგა მწუხრზე. ძლიერია ტალღები, სასტიკია ქარიშხალი, მაგრამ მე არ მეშინია მათი ჩახრჩობის, რადგან მყარ ქვაზე ვდგავარ და ეშფოთო ზღვამ. იგი ვერ მოერევა ამ ქვას. იბობოქრონ ტალღებმა, მათ არ შეუძლიათ ჩაძირონ იესოს გემი. მაშ რამ უნდა შემაშინოს? იქნებ სიკვდილმა. ჩემთვის ხომ ქრისტეა სიცოცხლე. სიკვდილი კი მაახლოვებს მასთან. იქნებ გადასახლებამ, მაგრამ განა უფლის არ არის მთელი მიწა. ან იქნებ ქონების დაკარგვამ, მაგრამ მე ხომ არაფერი მომიტანია ამ ქვეყნად და ნათელია რომ ვერაფერსაც წავიღებ. მძულს ამ ქვეყნის შიში და დავცინი მის სიამეებს. არ მაშინებს სიღატაკე, არ მსურს სიმდიდრე, არ შეგაშინოთ დღევანდელმა მდგომარეობამ. თქვენი სიყვარული შეურყეველი რწმენით დამიმტკიცეთ. რაც ღმერთს სურს, დაეიყოს ნება მისი. სურს რომ დამტოვოს თქვენთან, მადლობელი ვარ მისი. სურს რომ წამიყვანოს თავისთან. ამისთვისაც ვმადლობ. მეორე დღეს დაახლოებით შუა დღისას მეფისაგან გამოგზავნილი ბრძანებით იოანე ფარულად გაეცალა ქალაქს ხალხი რომ არ აეღელვებინა. მაგრამ მისი წასვლის შემდეგ კონსტანტინოპოლში საშინელი მიწისძვრა დაიწყო და შეშინებულმა დედოფალმა იმპერატორი აიძულა უკან დაებრუნებინა წმინდანი. იმპერატორი რასაკვირველია მაშინვე დათანხმდა. ევდოქსიამ თავად მიწერა წერილი ეპისკოპოსს, რომელშიც არწმუნებდა, რომ იგი არ იყო მონაწილე მისი გაგდებისა და ღვთისსახელით ევედრებოდა დაბრუნებას. უკან დაბრუნებული იოანე ჩვეული მგზნებარებით განაგრძობდა ქადაგებებს. ორი თვეც არ იყო გასული მისი დაბრუნებიდან, რომ პატივმოყვარე დედოფალმა ტაძართან ახლოს 403 წელს აღმართა ვერცხლის უზარმაზარი ქანდაკება თავისი გამოსახულებით და იქვე ტაძართან მოეწყო ამასთან დაკავშირებით დიდი ღრეობა. მაშინ იოანემ წარმოთქვა ძლიერი ქადაგება. კვლავ როკავს ჰეროდიადა, კვლავ ღელავს, კვლავ ითხოვს იოანეს თავს, ამბობდა იგი. რასაკვირველია, იგი მაშინვე დაასვენა სამსიტყვებისთვის დედოფალთან და 404 წლის იანვარში შედგა ახალი კრება. წმინდა იოანე ოქროპირის მოთხოვნით, მაგრამ მტრები შეეცადნენ ამ კრების მის წინააღმდეგ გამოყენებას. მას მხარს უჭერდა კრებაზე მოწვეული 40 ეპისკოპოსი. იოანე სახლში იყო ჩაკეტილი. მისი მტრები კი კრებაზე მყოფთ აიძულებდნენ ეღიარებინათ დუბის კრების დადგენილება. კიდევ უფრო გაძლიერდა წმინდა იოანეს მომხრეთად დევნა. საპყრობილეები აივსო ახალი ტუსაღებით. მტრები ორჯერ დაესხნენ იოანეს მოსაკლავად და თუმცა დამნაშავენი დაიჭირეს, მაგრამ ისინი გაექცნენ სამართალს და სასჯელს. მრევლმა დააწესა დაცვა ეპისკოპოსის სახლის გარშემო. მაშინ იოანე კვლავ ჩუმად გაჰყვა თავის მეთვალყურეებს ხომალდისკენ, რომელთაც გაუყენეს იგი გადასახლებისკენ მიმავალ გზას. იმავე ღამით კონსტანტინოპოლი უზარმაზარმა ხანძარმა შთანთქა. ნიკეაში ჩასულ წმინდა იოანეს მიუსაჯეს სომხეთის ერთ პატარა ქალაქ კუკუზოში გადასახლება. დედოფალი ევდოქსია იოანეს განდევნიდან 3 თვის თავზე საშინელი მშობიარობისას გარდაიცვალა. იმავე დროს საშინელი სიკვდილით აღესრულა ამ უკანონო კრების ბევრი მონაწილე. წმინდანი კი არც კუკუზოში დააყენეს და მეფის ბრძანებით საქართველოში, აფხაზეთის სოფელ კომანში გადაასახლეს, სადაც იგი აღესრულა კიდეც 14 სექტემბერს 407 წელს. მისი გარდაცვალებიდან 30 წლის შემდეგ პატრიარქმა პროკლემ დაარწმუნა იმპერატორი თეოდოსი უმცროსი, რომ გადაეტანა განმანათლებლის ნეშტი კონსტანტინოპოლში. ქალკედონში იმპერატორი განმანათლებლის ნეშტთან მუხლებზე დაესა და შეევედრა მისი მშობლების არკადისა და ევდოქსიას ცოდვათა შენდობას. კონსტანტინოპოლი კვლავ დაიფარა ანთებული ჩირაღდნებით და ხალხი მღელვარებით შეხვდა უდიდესი განმანათლებლის ნეშტს. ხალხში დიდხანს იმართებოდა დავა იმის შესახებ, თუ რომელი უფრო დიდი იყო სამ წმინდანთაგან, როგორც მოდელმთავარი, ბასილი დიდი, გრიგოლ ღვთისმეტყველი თუ იოანე ოქროპირი. ისე რომ ეკლესია ამ ნიადაგზე ლამის განხეთქილებამდეც კი მივიდა. ხოლო თავად წმინდანებმა გადაწყვიტეს ეს დავა, როცა ერთ წმინდა ეპისკოპოსს წარმოუდგნენ სამივენი ერთნაირ ნათელში, ერთნაირი ხელმწიფებით და უთხრეს: დასცხერით, ნუ ხარ დააობთ, განხეთქილების საგნად ნუ გაიხდით ჩვენ სახელებს. როგორც ხედავთ, ჩვენ სამივენი ტოლნი და სწორნი ვართ ღვთის წინაშე. იმ დღიდან მოყოლებული მართლმადიდებელ ეკლესიაში დაწესდა დღესასწაული ამ სამი მღვდელმთავრის ერთად ხსენებისა. წმინდა იოანეს ცხოვრებაც გვაუწყებს. იოანე თანა ბასილითა და გრიგოლითა იქ არის, სადაც უფლის ანგელოზიც კი ვერ შევა. დღეს ამით დავამთავროთ.